საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა. მე მინდა პირველ რიგში განცხადება გავაკეთო რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმს შორის გუშინ გაფორმებული ეგრეთ წოდებული მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუშინ რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან გაფორმებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ხელმოწერა, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს მიერ არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას. და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის ქმედებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი არალეგიტიმური ხელშეკრულების გაფორმებას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალურად მოვახერხეთ ის, რომ მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ერთ ცალსახად აღნიშნული ფაქტი, ჯერ კიდევ მაშინ როცა მოხდა ასეთი ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ აფხაზეთთან, შემდეგ უკვე ცხინვალთან და ყველა მთელი მსოფლიო თანამედროვე სამყარო აღნიშნავს ნეგატიურად აფასებს ამ ფაქტს.